ეს არის პირველი შემთხვევა ევროპაში და კავკასიის რეგიონში. ჩვენ ვმასპინძლობთ UCIMAS საერთაშორისო კონკურსს და მსოფლიო თასს, სადაც ვუმასპინძლებთ 1500 მოსწავლეს 4000-ზე მეტი სტუმარი ჯამში. ეს არის არა მხოლოდ ისტორია UCIMAS-ისთვის, არამედ ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სიამაყის მომენტი საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის, რათა ვაჩვენოთ ჩვენი სტუმართმასპინძლობა, ჩვენი საგანმანათლებლო სფეროსი ასევე. ეს ღონისძიება იქნება 6-7 დეკემბერს სეუს უნივერსიტეტში, რომელიც გაუღებს კარს განმანათლებლებს, მშობლებს და ჩვენს მოსწავლეებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოდან და ასევე 80-ზე მეტი ქვეყნიდან მსოფლიოს მასშტაბით. რამდენად მნიშვნელოვანია თავად ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის მსგავს სიღონისძიების მასპინძლობა ზოგადად გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ქვეყნის პოპულარიზაციისთვის? მაგდა ეს ღონისძიება, სადაც ჩვენ ვუმასპინძლებთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ქართველი მოსწავლეებისთვის და ასევე ქართული სკოლებისთვის და უნივერსიტეტებისთვის, რომ დაუკავშირდნენ მსოფლიოს პირველ რიგში. ასევე ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა მთავრობისთვის და სამთავრობო წარმომადგენლობისთვის, რომ ვაჩვენოთ საქართველოს ძალისხმევა ახალგაზრდების განვითარებისთვის, განათლების სისტემის განვითარებისთვის, ასეთი ღონისძიების მასპინძლობა ასევე ზრდის და ეხმარება ჩვენ სტუმართ მასპინძლობას და ასევე ეხმარება ეკონომიკას, იმიტომ რომ 5 დღის განმავლობაში 2 დღე არის საერთაშორისო კონკურსისთვის და ცერემონია, რომელიც დაგეგმილია დარჩენილი 3 დღის განმავლობაში. ეს ადამიანები, ეს სტუმრები აღმოაჩენენ ქვეყანას, ექსკურსიებზე სწავლენ ჩვენს კერძებს და კულტურას, გამოცდიან და ჩვენ სტუმართ მასპინძლობას შეიგრძნობენ. და რა არის UCIMAS-ი? უფრო თვალსაჩინო რო იყოს ჩვენი მაყურებლისთვის, რას გულისხმობს ეს, როგორი ტიპის სწავლება არის? 1993 წლიდან UCIMAS-ი გახლავთ გლობალური გავლენის მქონე პროგრამა. ჩვენ მიღებული გვაქვს აღიარება წამყვანი უნივერსიტეტებიდან, როგორებიცაა ჰარვარდი, სტენფორდი და კალიფორნიის უნივერსიტეტი სან-დიეგოში. ეს მეთოდი, ეს ტექნიკა, რომელსაც ვიყენებთ, ეს არის აბაკუსის დახმარებით გონებრივი არითმეტიკის გამოთვლების პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს ეხმარებათ სწრაფ გამოთვლაში. ამ ყველაფრის უკან, ამ მეთოდოლოგიის და მეთოდის უკან, როგორც წესი, ჩვენს მოსწავლეებს ვეხმარებით, რომ მიიღონ მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა კონცენტრაცია, კრეატიულობა, მეხსიერება, მედეგობა, თვითდაჯერებულობა და გვჯერა, რომ ეს არის საბაზისო უნარები, რაც გვჭირდება დღესდღეობით ტექნოლოგიის მიერ და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ სამყაროში. რა ასაკის მოსწავლეებზეა საუბარი, რომელი წლიდან რომელ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის კონკრეტულად ეს პროგრამა გათვლილი? მეცნიერულად თუ გვინდა ვისაუბროთ ტვინზე და ტვინის განვითარებაზე, შემიძლია გითხრათ, რომ რამდენადაც ჩართულნი არიან მოსწავლეები ასეთ პროგრამებში, ეს არის ადრეული ასაკიდან და რაც უფრო ადრეული ასაკიდან ჩართვებიან, უკეთესია რა თქმა უნდა და ჩვენ ვიწყებთ 4 წლიდან 13 წლამდე მოსწავლეების მიღება, სადაც იწყებენ საბაზისო დონეზე და შემდეგ ასრულებენ სრულ პროგრამას. ეს არის 10 დონე. 10 დონე ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეები ჩვენთან იქნებიან ამ პროგრამის განმავლობაში, ამ გზაზე 4 წლის განმავლობაში ჯამურად. როგორ ხდება საგაკვეთილო პროცესი, როგორ მიმდინარეობს და რა დრო ეთმობა ამ ყველაფერს? ეს არის ყოველდღიური აქტივობები, რაღაცა გარკვეული პერიოდულობით ხდება ბავშვებთან მუშაობა, უფრო შიდა სამზარეულოში რომ მეტად ჩაგვახედოთ. UCIMAS-ის გაკვეთილების ფარგლებში თუ გსურს ვისაუბროთ ტიპიურად როგორი არის გაკვეთილი, პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომელ ქალაქებში ვართ. ეს უნდა აღინიშნოს პირველ რიგში, ფიზიკურად სად გვაქვს გაკვეთილები. ჩვენ ვართ თბილისში, რუსთავში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში და ასევე გვაქვს ონლაინ გაკვეთილები, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ, რომ ჩვენს პროგრამას ონლაინ დაესწრონ, რათა მრავალი მოსწავლე დავფაროთ ქვეყნის მასშტაბით.
მასშტაბით. იუსიმასის აქტივობების ფარგლებში ეს არის გაკვეთილები, რომელიც 2 საათის განმავლობაში გრძელდება. გაკვეთილი დაყოფილია სხვადასხვა აქტივობად. მთავარი ფოკუსი არის ტვინის აქტივობაზე. ეს არის ნეირომეცნიერული აქტივობა, რომელიც მეხსიერებას აუმჯობესებს და როგორც წესი ჩვენი გაკვეთილები არის მაგალითად ფორმულების სწავლების პროცესი. გვაქვს ასევე სახალისო აქტივობები, როგორც არის სწრაფი წერა, ასევე გვაქვს ეგრეთ წოდებული სწრაფი ზეპირი გამოთვლა, რაც მეხსიერების უნარებს ავითარებს. ამიტომ პროგრამა გაკვეთილი თავისი არსით დაყოფილია სხვადასხვა აქტივობებად, რომელიც ორჯერ არის კვირაში და შეიძლება 2 დღეზე განაწილდეს. ეს არის არჩევითი, ასე ვთქვათ, საგანი და ნებაყოფლობითი თუ უტარდებათ მთელი კლასის ბავშვებს ეს პროგრამა. ანუ მაინტერესებს უფრო კონკრეტულად რომ ვკითხოთ, განსაკუთრებული, ვთქვათ, ტექნიკური საგნებისკენ მიდრეკილი ბავშვებისთვის უფრო არის გათვლილი თუ ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია რომ დაეუფლოს. ნამდვილად ნებისმიერი მოსწავლისთვის არის, როდესაც მაგალითად მოსწავლე ჩართულია ნებისმიერ საგანზე, იქნება ეს მაგალითად ფორტეპიანოს სწავლა, მუსიკალური ინსტრუმენტის დასწავლა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან საბაზისო ეტაპიდან იწყებენ. ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც იუსიმას გაკვეთილებს დაესწრება, იწყებენ, რა თქმა უნდა, ძალიან საბაზისო დონიდან, იმიტომ რომ ტექნიკა უნდა დაიწყოს საბაზისო ეტაპიდან. რაც შეეხება უშუალოდ ტექნიკას, მასწავლებლები კი თუ მაგალითად მათემატიკის მასწავლებლები არიან, პედაგოგიური გამოცდილება აქვთ, ჩვენი ცალკე ტრეინინგის სწავლება უნდა გაიარონ SATA office-დან იმისთვის, რომ სპეციალური სერტიფიცირება მიიღონ იუსიმასის სწავლებისთვის. რამდენი წელია ზოგადად იუსიმასი რაც არსებობს და როგორია სტატისტიკა, რამდენმა მოსწავლემ გაიარა ჯამში ეს პროგრამა? როგორც აღენიშნა, თითქმის მთავარ ქალაქებს ვფარავთ საქართველოს მასშტაბით დავიწყეთ 2018 წელს, რომ განგვეხორციელებინა ეს პროგრამა და თბილისში დავიწყეთ. დაახლოებით 1000-1500 მოსწავლე არის ყოველწლიურად, ვინც მონაწილეობას იღებს. საერთაშორისო სერტიფიკატის მიღებისთვის, როგორც აღენიშნა, აქამდე ჩვენი პროგრამა აღიარებული არის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ, ამიტომ ყველა მოსწავლე, რომელიც ჩვენს პროგრამას დაასრულებს, სხვადასხვა დონეს გაივლის, სპეციალურ საერთაშორისო სერტიფიკატს იღებენ ყოველწლიურად. What are the international საერთაშორისო სტატისტიკა. სტატისტიკას რაც შეეხება, როგორც წესი არის შეზღუდული რაოდენობის მონაწილეები საქართველოდან და ყველა ქვეყანაში ასე ხდება. წელს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ 500 მოსწავლე გვყავდეს საქართველოდან, ყველა ამ ქალაქებიდან რაც აღენიშნა, 500 მოსწავლე საქართველოდან მიიღებს მონაწილეობას, 1000 მოსწავლე კი სხვა ქვეყნებიდან. გასულ წელს ჰქონდა შესაძლებლობა ასევე, რომ პირველი და მეორე ადგილები მოგვეპოვებინა იუსიმასის საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ინდოეთში ჩატარდა და ამის გათვალისწინებით იყო შესაძლებლობა, მოგვცეს შესაძლებლობა, რომ საქართველოში გაგვემართა შემდეგი ღონისძიება, რადგან ქართველების წარმატება იხილეს.